რატომ არის 13 მაისი მნიშვნელოვანი დღე? მე მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ჩანაფიქრი განსხვავებული იყო თბილისის დინამო გახდა საქართველოს ნაკრები საბჭოთა კავშირის პირობებში და ეროვნული სიმბოლო, ეროვნული თვითგამორკვევის საშუალება, ხოლო 13 მაისი ეს იყო შესაბამისად ქართული ხალხის გამარჯვება, ჩვენ არც ისე ბევრი გამარჯვება გქონია უახლოეს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი. 13 მაისი იყო ზეიმი ქართული ხალხისთვის და ჩვენ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველს დიდი ზეიმები ფეხბურთს უკავშირდება, იმიტომ რომ ქონდა ზეიმი 13 მაისს და ქონდა ზეიმი როცა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა საქართველოს ნაკრები 2024 წელს და მათ შუაში როგორი უცნაური და სამწუხაროდ არ უნდა იყოს ბევრი მსგავსი ზეიმი რთული გასახსენებელი არის. მე მგონია რომ თბილისის დინამო 80-იან წლებში დიდი როლი შეასრულა როგორც სიმბოლომ იმ ბრძოლაში, რომელმაც საქართველოს გაიარა დამოუკიდებლობისკენ და ისიც სიმბოლურია, რომ საბოლოო ჯამში ჯერ ქართული ფეხბურთი გახდა რუსეთისგან და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი და ბოლოს საქართველო. ამიტომ მე მგონია, რომ 13 მაისი და მთლიანად თბილისის დინამო არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენა ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.